გესაუბრებით თქვენი სახელით შეიძლება? ოპერატორი 59 ბატონო. ისიც გელაპარაკებით გესაუბრებით პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რაღაც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ამ საუბარს ვიწერთ. და თქვენ სულ იცოდეთ, ვიცი რომ თქვენც იწერთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, იცით რომ დღეს პეკინის ოფისში 34 ნომერში იყო გარკვეული უწესრიგობები, არეულობები და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალაც, ზეგაც უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ესეთი უწესრიგობები და პროვოკაციები კვლავ იგეგმება. ამიტომ მინდა რომ ჩაიწეროთ და ეს მიმართვა გადასცეთ თქვენს ხელმძღვანელობას უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ უზრუნველყოს ამ დღეების განმავლობაში ამ ოფისში უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენ მზად ვართ, რომ ასე ვთქვათ, ვითანამშრომლოთ პოლიციასთან. ბუნებრივია, უნდა მიქონდეს საშუალება, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და ასე შემდეგ. მინდა რომ ეს შეტყობინება დღეს რო გადასცეთ ხელმძღვანელობას და მიიღონ შესაბამისი ზომები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოუჩინოთ პოლიციას. ბატალიონი, მისამართი რო გამიმეორე თუ ასე წოხდა. პეკინის 34. პეკინის გამზერი 34 თავისუფალი ზონის ოფისი არის და ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ოფისი. ბატალიონი, ანუ შეთხოვში ინფორმაციის სახით გვაქვს ეკიპაჟის გამოძახება პატრულთან შეხვედრა. ბუნებრივია, ეხლა დიახ ინფორმაციისთვის, რომ შესაბამისი დღეების განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ეხლა ამ წუთას აქ ეკიპაჟების რაოდენობა საკმარისია და ჯერჯერობით წესრიგი არის და მშვიდობაა. კარგი, ხო სამისამართიდან დაკავთ ახლა დიახ. კარგი ბატონო, დიდი მადლობა. ჩვენთანაც კი ბატონო, მიღებული ინფორმაცია. დიდი მადლობა. კარგი, მშვიდობია, საღამოს გისურვებთ. მადლობა.